2008 წლის აგვისტოს ომსა და იმ დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ დილიდან პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. ამ წუთებში დეპუტატები უსმენენ თამაზ ბესტაევს, მანამდე კითხვებს, რომელიც მაშინ არსებულ ვითარებას შეეხებოდა, უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ. მისი მოსმენის პირველი ნაწილი საჯარო იყო, ხოლო მეორე დახურული. აგვისტოს ომამდე არსებულ ვითარებაზე კომისიას ინფორმაცია შიდა ქართლში ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა მიაწოდა. ისაუბრა პაატა დავითაიამაც, ის 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა. სხდომის დეტალებით პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან გვერდება მანანა დევაძე. მანანა, გისმენთ. შიდა ქართლში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ ქარელის განმარტებით ომი მიხეილ სააკაშვილის უდიდესი ავანტურა იყო. ქარელი ფიქრობს, რომ სააკაშვილი დღესაც საშიშია და რჩება განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე იყო. ქარელმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ყოფილ პრეზიდენტთან გამართული ბოლო შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა. მისი თქმით, სააკაშვილს ისეთი რიტორიკა ჰქონდა, თითქოს ქვეყნებთან საკითხი უკვე შეთანხმებული იყო და მცირე ბიძგი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ჩამოშლიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა. ამასთან მისი განცხადებით სააკაშვილი ამბობდა, რომ რუსეთს ამერიკელები მიხედავდნენ, როგორც მიხეილ ქარელი აცხადებს, სააკაშვილის და კიდევ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკურმა ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება რეგიონში თავდაცვის ძალების დადგომის შესახებ, რამაც ვითარება ადგილზე მნიშვნელოვნად გაართულა. როგორც ქარელი ამბობს, 2004 წელს იყო იმის ალბათობა, რომ 2008 წლის მსგავსი სცენარი განვითარებულიყო, თუმცა ქვეყანა ამ საფრთხისგან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იმდროინდელმა ზურაბ ჟვანიამ იხსნა. პრეზიდენტმა თქვენ როგორც სახელმწიფო რწმუნებულს დაგავალათ, რომ რაც აქვს ერგნეთის ბაზრობას უარყოფით იქნებეს დავარეგულიროთ ან ჩამოვაშოროთ და შევინარჩუნოთ დადებითი. იყო ნამდვილად ნარკოტიკებითი იარაღით ვაჭრობა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულები გატაცებული მანქანების ვაჭრობა და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა გააცებული ადამიანების ბავშვების ფაქტების დადასტურდა. თუმცა რა თქმა უნდა დადებითი მხარეები ჰქონდა ის, რომ ერთ შორის მართლაც გარკვეული თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, უკვე პირადად მე მითხრა, რომ უნდა დაიხუროს, უნდა საერთოდ გაუქმდეს, საერთოდ ეგრეთ ბაზრობის გახსენება აღარ უნდა. რა ინციდენტები იყო, თქვათ, იყო თუ არა ეგ სამხედრო გარკვეულწილად სამხედრო ოპერაციები და ასე შემდეგ, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ეს დამთვარი ურთიერთობები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უკვე წასულიყო იმ მიმართულებით, რამაც საბოლოო ჯამში სამხედრო ესკალაცია გამოიწვია. ყველას ბავშვს აჭარაში განვითარებული როდესაც ასლანაბადში დატოვა რეგიონი და სრულად რეგიონის მმართველობა ცენტრალურ ხელისუფლების იუდის ქვეშ მოექცეს. ნუ დაექვემდებარა. ამის შემდეგ ფაქტიურად პრეზიდენტ სააკაშვილი შეაძლოა აცნებდა, რომ შემდეგი უკვე სინვალის რეგიონი. ამას ხშირად ამბობდა ხოლმე. ძალიან ორი სიტყვით, რომ ჩვენ სინვალში შევალთ ძალიან მალე. ბოლოს შეხვედრა მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც თქვა, რომ ამ ისეთი რიტორიკა ჰქონდა, ისეთი საუბარი ჰქონდა, რომ თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო უკვე. ხდებით ალბათ რა ვუისხობ, ანუ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და უბრალოდ პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება. ის რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ უკვე მოხდარიყო გაცილებით ადრე, უკვე 2004 წელს. რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონ ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ და ფაქტიურად მან უზრუნველყო, რომ კონკრეტი ზონაში დეესკალაცია მოხდა, ჯარების გამოყვანა მოხდარიყო. 2004 წლის რომელი პერიოდია, როცა ზურაბ ჟვანიამ ეს ააცილა ქვეყანას თავიდან? ეს არის აგვისტოს თვე. აგვისტოს თვე. და ელიტაში, პოლიტიკურ ელიტას ახსენებთ და გვარები რომ ჩამოგვითვალოთ, ვის გულისხმობთ? ეს არის მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ათეიშვილი. ანალოგიური განცდები უკვე 2008 წელსაც არსებობდა და ანალოგიური ინფორმაცია, რომ თითქოს ყველაფერი ყველასთან შეთანხმებული იყო. აი საინტერესო პარალელია და იქნებ გაიხსენოთ რა ქმნიდა ესეთ განცდებს. მან თქვა ძალიან ეს სამი სიტყვა ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს.
რაღაცა ყოველგვარი მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე ჩავქონდათ რაღაც პროდუქტები, ძირითადად ეს პროდუქტი იყო არა საჭმელი პროდუქტი, არამედ სასუქი, 1 ტომარა, 2 ტომარა, ეზოში უყრიდნენ მოსახლეობას ისე რომ აჰა, ჩუქნით ეს რაღაცა ისე რომ ამას არავინ არ ითხოვდა. შემდეგ მოხდა უკვე იulis-აგვისტოს მოქმედებები, შეერაღებული კონფლიქტი. ეს იყო სააკაშვილის ასე ვთქვათ, საჩუქარი, ასე ვთქვათ, ბანერი გაკეთდა, მანქანებზე დამონტაჟდა და ასე შეგვქონდა როგორც სასურსათო პროდუქტი, ასევე ვთქვათ შამქიმიკატები. ეს მიიღეს როგორც ასე ვთქვათ პროვოკაციაც ისევ ჩათვალეს, მაშინ სწორად გახსოვთ თქვენ რომ ჩაიკეტა გზები, თუმცა აი ამ მიმართულებით შესაძლოა ბატონი გოგა ხაინძრავა ძალიან აქტიურად მუშაობდა და სულ ცდილობდა რომ შეგვენარჩუნებინა რაღაც ეს მშვიდობიანი რაღაცა ნათელი წერტილი. თქვენ ახსენეთ თქვენი დაპატიმრება, ის ზეწოლები, რომლებიც პირადად თქვენზე თქვენს ოჯახზე ხორციელდებოდა. ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად ასე ვთქვათ ხიბში შევიდა უკვე ხელისუფლებაში ყოფნის რომ ნებისმიერ ასე ვთქვათ განსხვავებული აზრის მოსმენა უკვე აღარ შეეძლო. იმდენად აღიზიანებდა უკვე რომ გამოდიოდა მდგომარეობდა, მე გითხარით რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება რომ დაუსვას დიაგნოზი თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამსხვის მნიშვნელობით და მე მაშინ განცხადებას დავწერე თანამდებობისგან წასვლის შესახებ, რომელიც დამიბარა, დახია, გაგიჟებულმა, ასე ვთქვათ, მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, რომ მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გაბედავდა, თვითონ იცოდა, სად გამაგზავნიდა. და მაქვს და ყოველთვის ჰქონდა ის განცდა, რომ სადღაც შორს წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავ. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ეგ ფიზიკურად გამისორდნენ, შემდეგ რაღაცა ბეტონის რაღაცა სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ასე 4 დღის განმავლობაში. შემდეგ ითხოვდნენ რა თქმა უნდა ოქროაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რო ვეღებდნენ უფრო და უფრო ასე ვთქვათ სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ უკვე მთელი ზეწოლა ჩემს ოჯახის წევრებზე, ჩემს მოხუცებულ მშობლებზე გადაიტანა. ირაკლი ოქროაშვილი გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში. ხომ იყო ასე? გახსოვთ ეს გამონათქვამი? ეს რომელი წელი იყო, ხომ ვერ გაიხსენებთ? ეს თვალსები იყო 2006 წელი. 6 წელი. რატომღაც მახსოვს, რომ თქვენ რაღაც განცხადებები გაქვთ გაკეთებული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რამე ინფორმაცია ხო არა გაქვთ ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის? მე ვფიქრობ, რომ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ოქროაშვილმა და სააკაშვილმა იციან. მიხეილ ქარელის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გრიგოლ ვაშაძეს მოусმინა, რომელიც 2008 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და მოგვიანებით მინისტრის პოსტიც დაიკავა. კომისიის წევრების კითხვების ნაწილს მან საჯარო სხდომაზე, ნაწილს კი დახურულ ფორმატში უპასუხა. როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რუსეთს ყოველთვის იმპერიალისტური მიზნები ჰქონდა და საქართველოს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი თავიდან აეცილებინა. კომისიის წევრებმა ვაშაძეს კითხეს დაადასტურებდა თუ არა მიხეილ ქარელის იმ განცხადებას, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ რუსეთს ამერიკელები მიხედავდნენ. ამ ინფორმაციას გრიგოლ ვაშაძე არადასტურებს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ არც პირადად მიხეილ სააკაშვილისგან და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ მოусმენია. ამასთან ვაშაძე ამბობს, რომ სააკაშვილს ნატოში გაწევრიანებაზე და შესაბამისად საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილზე უარი არასდროს უთქვამს და საქართველოს ომის ავანტურაში ჩართვისკენ უცხოეთიდან არ მოუწოდებდნენ. რატომ არ მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოსახლეობის ევაკუაცია? ამ კითხვის საპასუხოდ გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არსებობდა მოსაზრება, რომ თუ მოსახლეობას გაიყვანდნენ ამ ზონიდან, მაშინ გაჩნდებოდა განცდა, რომ საქართველოს ომისთვის ემზადებოდა. ოკუპირებულ საქართველოს გაუჩნდა რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს დამეთანხმებით ასე მჯერა
გარკვეულ უხერხულობას თავის თავში როგორც ფაქტობრივი რეალობა მოიცავს. უამრავ ადამიანთან, ვინც რუსეთის ფედერაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ამ სწავლობდი, ან მუშაობდი თავის დროზე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შევხედავდით შეიძლება თუ არა ამ რესურსის გამოყენება, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ვიცოდით რომ რაღაცა კონტაქტები ომის შემდეგ დაგჭირდებოდა და ეს ხელს არ უშლიდა ნამდვილად თუ ხელს არ უწყობდა. თუმცა როდესაც დავწმუნდით 2009 წლის თუმბეხსირება არ გვალავდობს 30 იანვარს რომ არაფერში ეს არ გამოგვადგებოდა, დავწერე განცხადება. იყო ასეთი თანამდებობის პირი გემახსოვრებათ მიხეილ ქარელი. მან თქვა ასეთი რამ, რომ სააკაშვილი მის კაბინეტშიც, როცა შეხვედრები იყო ხოლმე, ამბობდაო, რომ ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ. თქვენთანაც ხომ არ აქვს ეს ნათქვამი და რას გულისხმობს ეს, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს და მე ავიყვან ჩემ ჯარს და შევიყვან ცხინვალში? ამ კომისიას ვცემ პატივს ქალბატონო თია, ამიტომ არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რა სიტყვების გამოყენებაც მინდა. ამისთანაც სისულელე არასოდეს არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან. ვინ შეგატყობინათ ამ მასირებული თავდასხმის შესახებ სოფელ ნულზე, ვინ იყო ის პირი, ალბათ სამხედრო თუ პოლიციის ძალების? და 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ? და თუ ეს მეორე კითხვა, თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? ინფორმაცია, როგორც მე თქვენ გითხარით, მოდიოდა რამდენიმე წყაროდან. მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. საქართველოს ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მე ვარც ვამბობ ნატოზე, თუ კი რაღაცა დავლაგდებით, თქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ნუ ოკუპირებულ ტერიტორიებს მაშინ არ ეძახდნენ, მაგრამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. იყო თუ არა ასეთი შეცდომა, იმიტომ რომ სადღაც დოკუმენტი ამისი ვერ ვნახეთ, რა იცით თქვენ ამის შესახებ? არასოდეს არავის თავში პრეზიდენტისგან დაწყებული, ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი, ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო. შეთავაზებაც კი არ გაკეთებულა რუსეთის მხრიდან. თქვენ იმაში კი გეთანხმებით, რომ რაც დოკუმენტურად არის, მაგრამ იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილის თავში ეს არ მოსვლია. მას რომ მოვიწევთ და თუ მოვიწევთ და იმედია მოვიწევთ, მობრძანდება მას ვკითხავთ, რა თქმა უნდა. ოქრუაშვილის ჩანაწერი არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ 2006 წლის ახალ წელს, 2007 წელს ჩვენ შევხვდებით ცხინვალში. იყო თითქოს ორი ფრთა, დიდი უმრავლესობა, რომელიც იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული. გულწრფელად წამდათ, რომ ეს შედეგს მოიტანდა თუ არა, ამაზე მოდით ნუ ვიდავებთ დღეს. და მეორე, რომელიც ძალიან პატარა ჯგუფი, მორწმუნეობრივად, აი რომელსაც გია ბარამიძემ ბევრჯერ მაგალითად ილუზია უწოდა და სისულელე, მიილტოდა იქითკენ, რომ იქნებ როგორმე სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად გავამრავლოთ ინიციატივები. 21 თებერვალი ის შეხვედრა პუტინთან, სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთს ხვდებიან თქვენი ბრძანდებით. ხომ არ იყო უკვე ამის შედეგი და არა ვთქვათ დასაწყისი რაღაცა პროცესის, რაც დასრულდა 2008 წლის ომით. როგორ ფიქრობთ თქვენ? ქალბატონთია, სრული პასუხისგებლობით დახურულ შეხვედრაზე მე თქვენ აბსოლუტურად დეტალურად მოგიყვებით იმ მოვლენებს, რომლის შედეგიც იყო 21 თებერვლის შეხვედრა და რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობასთან აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. იყო თუ არა სიგიჟე, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა ამდენი წლის განმავლობაში და ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ქართული ჯარი,
ამის მსხვერპლი აღმოჩნდა მოსახლეობა, რომელიც მახეში გაება და დახვრიტეს და არც გამოიყვანეს. და რა თქმა უნდა ჩვენი ტერიტორიები, რომელიც უფრო მეტი დავკარგეთ, ვიდრე მანამდე იყო ოკუპირებული. თუ ეს არის გარედან, საიდანღაც, მე არ ვიცი რომელი გეოგრაფიული არეალიდან, ვიღაცის მიერ მისთვის და მათთვის მიცემული დავალება, რომელიც მათ საუკეთესოდ მართლაც ხუთიანზე, როგორც მათი რიცხვი იყო, შეასრულეს. დასავლეთიდან ჩვენთვის ეთქვათ რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაებითო, აბსოლუტურად გამორიცხული არის ეს. პირველი და მეორე იმისათვის რომ ჩვენ შევაფასოთ ეს განცხადებები, მე პირადად უნდა მქონდეს იმ ხარისხის და რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც მქონდა როგორც მოადგილეს და მინისტრს. და ტერმინებში ვერ დაგეთანხმებით, ქარბატონო თეა, სიგიჟე და სიშლეგე ნამდვილად არ ახასიათებდა. ემოციურობა შეიძლება ხანდახან, მაგრამ კარგად მოფიქრებული იყო ყველაფერი, რასაც აკეთებდა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჯერ პროქსი, შემდეგ კი პირდაპირი ომი არ შეწყვეტილა 1990-იანი წლიდან და ეს განპირობებული იყო რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ინტერესებით. არასოდეს რუსეთის ფედერაციას არ სჭირდებოდა, ისევე როგორც დღეს, არ სჭირდებოდა თანასწორი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ურთიერთობა სუვერენულ საქართველოსთან. დღეს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილსაც მოусმენენ. ეს განცხადება თეა წულუკიანმა კომისიის ხდომაზე გრიგოლ ლაშაძის მოსმენის დროს გააკეთა. საგამოძიებო კომისიას დღეს და ზოგადად მიმდინარე დღეებში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს. კომისიის ხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს და ირაკლი ოქრუაშვილსაც ელოდებიან, თუმცა როგორც წულუკიანმა თქვა, ოქრუაშვილი არაპირებს ხდომაზე მოსვლას, ნოღაიდელთან დაკავშირებით კი დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. მადლობა მანანა დევაძე პარლამენტიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.